მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, განსაკუთრებით მოგიკითხავთ ჩემი არხის გამომწერებს, ერთგულ მაყურებლებს, იმ ადამიანებსაც რა თქმა უნდა, ვინც კულისებიდან მადევნებთ თვალს და ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ასეთი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ცოტა გაუცხოება კი დამემართა აუდიტორიასთან და რაღაც ცუდად არა, პოზიტიურად ვღელავ. ხელს გიქნებთ ყველას, ძალიან ბევრ დადებით ენერგიას გიგზავნით და სანამ მოკლედ ჩაწერას დავიწყებდი, ვფიქრობდი, რომ ნეტა რა თემაზე გავაკეთოთ თქო და პირადიც ვიფიქრე, ისიც ვიფიქრე, ესეც ვიფიქრე, რაც ყველაზე მეტად აქტუალურია ხოლმე თქვენთვის, მაგრამ მოდი მაინც ვნახოთ, რას გვიმზადებს სამყარო, ესეთი გაშლა. გავაკეთებ ცისარტყელის დასასრულს, ასე ითარგმნება ქართულად ხო ეს დასტა. ოღონდ კარგი გაგებით ცისარტყელის ბოლოში, ასე ვთქვათ. და ღმერთმა ნამდვილად ცისარტყელები არ მოგიშალოთ ხალხო ცხოვრებაში, იმიტომ რომ წვიმებისგან არავინ დაზღვეულები არ ვართ, წვიმის გარშე ცხოვრება არ არსებობს და ამიტომ ძალიან ბევრი ცისარტყელა ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების ცაზე. ძალიან გამიგრძელდა პროლოგი და მოდით გადავიდეთ პირდაპირ გაშლაზე, ხო? პირველი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ, რას გვიმზადებს სამყარო. რა ენერგიები მოაქვს თქვენთან, რა ინფორმაცია მოაქვს თქვენთვის საჭირო, ხო? შეიძლება ეს რჩევა იყოს, შეიძლება გაფრთხილება იყოს, შეიძლება უბრალოდ სიახლე იყოს. ვნახოთ. მივყვეთ ინფორმაციას, რასაც გვეტყვის ჩვენი დასტა და მობილიზდით პირველი ვარიანტის ეს რა არის? სამსახური, რუტინა ყოველდღიურობა. პრინციპში არც მაგის გარეშე გამოდის რამე. კარგით, ვნახოთ აბა ახლა ერთი არკანით მაინც ვისთვის არის გაშლა, სიგნიფიკაცია. ექვსიანი კვერთხები. ექვსიანი კვერთხებით, ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენ ისეთი ძალიან აქტიური, სხვაჯერით ძალიან ბრჭყალებში მძიმეწონიანი ადამიანიც უნდა იყოთ, ყოველ შემთხვევაში თქვენს წრეებში საკმაოდ პატივსაცემი, აღიარებული, თქვენს აზრს რომ ითვალისწინებენ, სხვაჯერით ცოტა ისეც გიყურებენ ზოგი კეთილი შურით, ალბათ ზოგი ჩვეულებრივი სტანდარტული შურის გაგებითაც, მაგრამ ყოველთვის ინტერესის სფერო ხართ, ყოველთვის ხართ, ასე ვთქვათ, ცნობის მოყვარეობის ეპიცენტრში, ყოველთვის გაკვირდებიან, ყოველთვის რაღაცა არ ხართ რიგითი ადამიანი, მოკლედ მე ასე ვიტყოდი, იმ გარემოში, სადაც გიწევთ ურთიერთობა. პრინციპში სულაც არ არის ცუდი, ხო? დამერწმუნეთ, არასდროს არ დაიწუწუნოთ აქტიურ ცხოვრებაზე, არასდროს დაიწუწუნოთ აქტიურ სამსახურზე, არასდროს დაიწუწუნოთ მტრებზე. სანამ მტრები ყავთ, ესე იგი თქვენ ფეხზედ გახართ. ხო, ყოველ შემთხვევაში ადამიანი ხართ, რომელსაც სხვა შორის ქველმოქმედებაც უნდა გიყვარდეთ, სხვა ადამიანების გახარება უნდა გიყვარდეთ და მოკლედ აი რომ დადიხართ მოსიარულე წარმატებას დაატარებთ თან. ასე ვიტყოდი. და ვნახოთ ახლა ესეთი კარგი და გემრიელი ადამიანისთვის რა ინფორმაცია აქვს სათქმელი სამყაროს. ოჰო, რაღაცა ძალიან ნიშნულოვანი გადაწყვეტილების წინაშე დადგებით, ჩემო მეგობრებო. შესაძლოა რაღაც აქამდე დასასრულებელი ამბები და საქმეები მოიცილოთ, დაასრულოთ. ოღონდ კარგად, ნახეთ, დააკვირდით, საერთოდ სულელის არკანი სხვადასხვა დასტაში ცოტა სხვადასხვა გამოსახულებით არის წარმოდგენილი, ხო? ზოგან მელია, ზოგან ძაღლია, ზოგან უბრალოდ რაღაცა აქვს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. მაგრამ აქ დააკვირდით, ნახეთ, ხელს უქნევს ეს აქ სულელის არკანში პერსონაჟი წარსულს, ხო? ვიღაცამ შეიძლება მითხრათ, რომ იქნება ესალმებაო, არა, წარსულს ეს ხელს უქნევს და დააკვირდით აქ ორივე მხარეს
წარსულის მხარესაც და მომავლის მხარესაც ანგელოზები აშველებენ ხელს. ანუ ყველა შემთხვევაში ეს ნეგატიურ პროცესში ვერ განიხილება, ვერც ერთ შემთხვევაში ეს დასასრული და ახლის დაწყება პირიქით. მე ვთვლი, რომ ძალიან ისეთ, აი როგორ გითხრათ, სასიამოვნო ეტაპზე უნდა გადახვიდეთ თქვენი ცხოვრების და ეს ყველაფერი მოვა ზუსტად აი ამ თქვენი საბოლოო ლოგიკური და ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შემდეგ. კიდევ რას გეუბნებიან ზემოდან? ოხო, მამის არკანი იმპერატორი. ზოგადად იმპერატორის არკანი მე ძალიან მიყვარს მეგობრებო და ამას სულ ყველა გაშლაში ვუსვამ ხოლმე ხაზს. ეს არის სისწორის, ეს არის წესიერების, ეს არის აი მორალური პრინციპების, სწორი ადამიანობის ფორმულა მე ვიტყოდი ასე ამ არკანს. არ ვიცი, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში პირდაპირ მნიშვნელობით იმპერატორიც მოდიოდეს. საჯაროა გაშლა და რა ვიცით? ან ყოველ შემთხვევაში დაწინაურება იყოს თქვენს მომავალში აქტუალური რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯი ვიღაც დაგეხმაროთ. ყველა შემთხვევაში აი ეს ფაზლი რაც მე წინ მიდევს ძალიან პოზიტიურია და აგერ არ დააყოვნა თასების ტუზმაც და არ ვიცი ემოციების ზღვა. რაღაცა მგონია რომ აქ უფრო პირადი თემის მომენტი აქვს ამ იმპერატორს. გამართლება სისავსე, ემოციური სისავსე, არ ვიცი, ფინანსურიც რატომაც არა თასები აქ ხშირ შემთხვევაში მაგასაც გვიჩვენებს და კიდევ ვნახოთ 7-იანი თასები. ხო, იცით რა, მე ვიტყოდი რომ რაღაცა ოცნებების ნაწილში შეიძლება სერიოზული გამართლება და ასრულება გქონდეთ მეგობრებო. და ეს არ იყოს საფუძველს მოკლებული ილუზია, ფანტაზია და რაღაცა ჩემთვის ვზივარ და ჩემს თავთან განვიხილავ რაღაცებს და აგერ კი ბატონო პენტაკლების დედოფალი. არ ვიცი, აქ რაღაც ძალიან დიდ მოგებაზე უნდა გახვიდეთ. ეს იქნება ემოციური მოგება, ეს იქნება პირადი ცხოვრებაში რაღაცა გარკვეული მოგება. მოგება მე იმას კი არ გულისხმობ, რომ მარათონში დაამარცხეთ ვიღაცამ ვიღაცა, არა. აი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მიიღოთ თქვენს ცხოვრებაში და არ ვიცი, ვიღაცამ შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ოჯახით შექმნას. ეს ტენდენციები აქ ცალსახად არის. თასების პაჟი, რასთან დაკავშირებით აბა გვაჩვენეთ? სხვათა შორის ჩემო კარგო ადამიანებო, დასაწყისია რაღაცაში ახალი ურთიერთობები გაქვთ დაწყებული, რომელიც რეალურად სერიოზულობისკენ აუცილებლად წავა. როგორც წესი ჩვენ შეყვარებულების არკანზე ვამბობთ ხოლმე რომ აქ არის არჩევანი, აქ არის მოკლედ ძალიან ბევრი სხვა რაღაც ჩადებული ამ არკანში, მაგრამ აი ამ კონკრეტულად ამ დასტაში თავისი გაიდბუქის მიხედვითაც და თვითონ ილუსტრაციის მიხედვითაც ეს არის აბსოლუტური ჰარმონიის, აბსოლუტური სიყვარულის, ურთიერთგაგების და დიახაც შეყვარებულობის არკანი. ძალიან კაი რაღაცები ჩანს და მოდის თქვენს ცხოვრებაში პირველ ვარიანტთან და ღმერთმა ქნას რომ აი ამ ყველაფრის რაც აქ დევს 80%-იც რომ რეზონირდეს თვითონ თქვენთაგანზე დამერწმუნეთ რომ უახლოეს პერიოდს ძალიან აი ისეთ დადებით და მაღალ ვიბრაციებში გაივლით და საკუთარი თავის და საკუთარი ბედნიერების შეიძლება ვიღაცამ ვერც კი დაიჯეროთ ისეთი მაგარი რაღაცები მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. მიხარია, მადლობა პირველ ვარიანტს. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ნახოთ მეორე ვარიანტს რას უმზადებს სამყარო, რა ინფორმაციას უმზადებს, მოდი ასე ვთქვათ, ხო, რა ინფორმაციას მოგაწყვია, ნავჩეხოთ კარგად. დასტა. და ერთი არკანით ვნახოთ თქვენი სიგნიფიკაციაც. თასების მეფე. არც შესაძლოა ვინმე წყლის სტიქია იყოს არ გამოვრიცხავ, თუმცა ესეთი ძალიან ემოციური ადამიანები ბრძანდებით, საკმაოდ ისეთი კარგი მოსაუბრეები, ძალიან კომუნიკაბელურები, აი როგორი ადამიანები იცით, თითქოს ყველასთვის რო იმედი ხართ. ოღონდ აი თქვენ შეიძლება რაღაცებისთვის მზად არ იყოთ რეალურად, მაგრამ აი გარშემოყოფები ესე აღიქვამდნენ, რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, თქვენ რა დროსაც არ უნდა დასჭირდეთ ადამიანს ყოველთვის მათ გვერდზე იქნებით. აი ეს ენერგიები და ეს ინფორმაცია ამ ინფორმაციის მატარებელია, მოკლედ ეს არკანი, ხო? არ უჩვენება ვინმე ხელოვნების წარმომადგენელით ბრძანდებოდეთ, ან ძალიან გეხერხებოდეთ, კარგად სიმღერა, ცეკვა, ხატვა, არ ვიცი წერა, რაღაცა ისეთი ბმა გქონდეთ ხელოვნებასთან.
ძალიან კაი არკანი, არ ვიცი, რაღაცა დღეს ძალიან პოზიტიური ინფორმაციები და პოზიტიური ადამიანები მიჩანს ყოველ შემთხვევაში დღევანდელ გაშლაში. და მოდი ვნახოთ აბა ამ ემოციურ კეთილ ქველმოქმედსაც დიახ და ყველაფრით სავსე ადამიანს რას უმზადებს, რას ეუბნება სამყარო. ოღონდ იცით ხო, რომ ხშირ შემთხვევაში ბევრი რაღაც შეიძლება თქვათ, მაგრამ ვერ შეასრულოთ ხოლმე, ესეც ახასიათებს ამ არკანს. ესენი თავისით გადმოცვივდა და ვნახოთ ცხრიანი თასები, ემოციები და რაღაც ახალი საქმის დაწყება, პენტაკლების პაჟით. არც რაღაც შესაძლოა სამსახურს იცვლიდეთ, ან ახალი დაწყებული გქონდეთ სამსახური, ან რაღაცა ახალი პროექტის სწავლა, მილიონ რაღაცა შეიძლება დაუკავშიროთ ეს სიახლე, ხო? და ვნახოთ აბა სამყარო რას გეუბნებათ უახლოეს ენერგიებზე. ოხო, ტრანსფორმაცია. ყველაფერი რაც ძველია, ის უნდა დავტოვო წარსულში. არ მივუბრუნდები, წარსული ეს არის უკვე დაწერილი წიგნი, სადაც რომელ ფურცელზეც არ უნდა გადაშალოთ, ყოველთვის ერთი და იგივე ეწერება და იმ გვერდსა და იმ კონკრეტულ აბზაცში ვერაფერი ვერ შეიცვლება. მე წავიკითხავ ამ წარსულს, მესამე პირი წაიკითხავს, თუ მეათე პირი, იქ ყველა წინადადება იქნება უცვლელი. ამიტომ მე წინ მომავალი უნდა შევქმნა და მზად უნდა ვიყო ნებისმიერი ცვლილებებისთვის, უნდაც ეს ტკივნეული იყოს. აი ეს ეტაპი გაქვთ ახლა ცხოვრებაში. რაღაცას ძალიან ჩქარობთ, არ ვიცი რა გეჩქარებათ. ყოველ შემთხვევაში აი როგორი მომენტი გაქვთ, იცით, რომ დრო არ იცდის, მე უნდა მოვასწრო, მე უნდა მოვაგვარო ყველაფერი და თურმე რა გეჩქარებათ და გეჩქარებათ, არ ვიცი. მეგობრობა, რომელიც სიყვარულის ზღვარზე დგას, თუ ადამიანი, რომელიც თქვენთვის მეგობარიც არის, ძმაკაციც არის, არ ვიცი, ძმაც არის, დაც არის, მშობელიც არის, დეიდაშვილიც არის, მამიდაშვილიც არის და ამ დროს საყვარელი ადამიანიც არის, ხომ? და საუკეთესო პარტნიორიც, როგორც მოწინააღმდეგე სქესი. არ ვიცი, აქ ძალიან ისეთი ენერგიები მოდის, მეგობრებო, მეორე ვარიანტშიც, რომ რაღაცა პირადი ცხოვრების კონტურები და აგერ არ დააყოვნა კვერთხების ტუზმაც. საკმაოდ დიდი აქვს ლიბიდოს ენერგია, საკმაოდ დიდი აქვს არამხოლოდ რომანტიული და ისეთი შემოქმედებითი და ემოციური ფონი, სექსუალური ენერგიაც ძალიან დიდი დოზით მოდის წინა პლანზე და მე არ გამოვრიცხავ, რომ ზუსტად აი ამ ამბებში იყოთ ახლა სწორი გაგებით გახლართული და ბევრი ისეთი ცვლილებების უფრო ხო, ცვლილებების, კი ბატონო, ცვლილებების ოღონდ აი როგორ იცით, აი როგორი ცვლილებები შეიძლება იყოს, რომ აი ეს ქარიშხალივით რომ შემოვარდება რაღაცა ხვდებით, აი თითქოს მე ამისთვის რამე გავაკეთე, ანუ პირობითაც სადილე რომ უნდა მოვამზადო, პრიპასები უნდა შევიძინო და ნუ რაღაცა დავახარისხო, რა არის ის უჭირდება. ხო, ეს რეალურად მე არ გამიკეთებია და საიდან გაჩნდა სადილე ჩემს მაგიდაზე, აი დაახლოებით ეს რეაქცია შეიძლება გქონდეთ. ცხრია ხო, რაღაცა სტაბილურობისკენ მიდის თქვენი სიტუაცია, შესაძლოა ეს ფინანსური სტაბილურობაც იყოს, რომელიც გვიჩვენეს აქ, რომ უნდა რაღაც საქმე და გაქვთ დაწყებული და გეტყვით, რომ ეს ყველაფერი თქვენს ადგილს, თქვენს პოზიციას, თქვენს საკუთარ სივრცეს მოგიტანთ, აღიარებას მოგიტანთ, ნახეთ, ანუ საზოგადოებისთვისაც ბევრი რაღაც პასუხგაცემული იქნება და თქვენით კი არა, თქვენი ქცევებით, თქვენი ცხოვრებით გასცემთ ბევრ ადამიანს, ნუ შესაბამის ადეკვატურ პასუხს და აქაც იმპერატორის არკანი რა საინტერესოა. პიროვნება მოდის თუ სამსახურია, რატო გეშინიათ? რა გაურკვევლობა გაქვთ? რატო? ერთი წუთით, მეგობრებო. ემოციური საქანელის მსხვერპლი ხართ? ხან გტკენენ, ხან მიდიან, ხან მოდიან, ვეღარ გაგიგიათ თქვენ თვითონაც რა უნდათ? მინჯაჭულობები. არ ვიცი, შესაძლოა მეგობრებო, ეს ადამიანი რამეზე დამოკიდებულიც იყოს, ან ზოგადად დეპრესიული ტიპაჟი იყოს, ვინც მაჩვენა აქ მომავალში თქვენს გვერდით, მაგრამ მე რა იქნება, კვერთხების დედოფალი ხართ თქვენ და თქვენი გამოუსწორებელი და გაუკეთებელი, სამკუთხედში გადავარდით. სამკუთხედში გადავარდით. მამაკაცები თუ მიყურებთ, მოკლედ თქვენ ცხოვრებაში აი უპირობოდ გეტყვით, რომ ქალი შემოდის. ქალი, რომელიც არ არის თავისუფალი. აი ეს შემიძლია 100%-ით გითხრათ. ქალბატონები, ვინც მიყურებთ, ხომ?
სხვათა შორის არ არის გამორიცხული, რომ თქვენ იყოთ დაკავებული ოჯახურად, ანუ ოფიციალურად იურიდიული სტატუსი გქონდეთ. და რეალურად ურთიერთობა, რომელიც თითქოს ფლირტის დონეზე დაიწყო, თითქოს ყველაფერის ზომიერების ფარგლებში უნდა ყოფილიყო და რაღაცა ისეთი, რეალურად გასერიოზულდა. რეალურად რაღაც სამსახურსაც ხო არ უკავშირდება ეს ამბავი, მანახე. რატო ეს манипуляციები რაში გჭირდება თაბა მითხარით? რატო? ნახეთ აქ როგორი სიტუაციაა მეგობრებო, მოკლედ. შეიკრა ჩემთვის სიუჟეტი. აქ არის ეგეთი მომენტი. თქვენს ცხოვრებაში პირად ურთიერთობებში საკმაოდ ისეთი აი ზიგზაგური მომენტებია რა ხშირად ეხვევით რაღაც ბრჭყალებში ლავსთორებში რამაც საკმაოდ ისეთი მძიმე გამოცდილებაც შესაძლოა მოგიტანათ შიშები წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე პოტენციურ სცენარებს ხატავთ პოტენციურად თქვენვე წერთ და თქვენვე კითხულობთ მოკლედ თქვენ ხართ რეჟისორის და მოქმედი პირიც მაგრამ არის მეორე ვერსია საჯაროა და ესეც უნდა გავაჟღერო რომ ვინც შემოდის აი ის არის დეპრესიული ტიპაჟი შესაძლოა რამეზე დამოკიდებულიც ვერ ვიტყვი, ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ამავდროულად შესაძლოა თქვენი ურთიერთობა იყოს არაჯანსაღი რა ფონზე იცით, რომ აი არაჯანსაღი დამოკიდებულება, ტოქსიკური მომენტები შეიძლება თქვენს ურთიერთობებში შეინიშნებოდეს და ამაზე გაამახვილეთ ყურადღება. ანუ უკაცრავად ახლა მანახე მეორე ვარიანტთან მე ეს მჭირდება პირველთან არ იყო საჭირო. ანუ მაჩვენე ზოგადი ენერგიები, სამსახური იქნება ეს ფინანსები თუ ასე შემდეგ. ორი ერთად ამოვიდა და იყოს და მანახე პირადი ენერგიები, იმიტომ რომ მე აქ უნდა გავმიჯნო. ეს იმპერატორი და ეს კვერთხები, ანუ სამსახურს უკავშირდება თუ პირად სიტუაციას უკავშირდება, აქ მოითხოვს ეს გამიჯნას. სამსახურებრივ ნაწილში აქაც მაჩვენებს რომ რაღაც ახალი დასაწყისი გექნებათ რომელიც სტაბილურობაში აუცილებლად გადავა და წეგან მე რა არკანებიც გამომიჩნდა ესე იგი გამოდის რომ და თქვენც ხართ აგერ პირადად აქ და საკმაოდ კარგი აი ახალი დასაწყისია რომელიც საკმაოდ დიდ მოგებას მოგიტანთ ბევრ გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრ ბენეფიტს მოიტანს თქვენთვის ძალიან კარგი ინფორმაცია და ენერგიებია ზოგადი და სამსახურებრივ ფინანსურ ნაწილში აჰა всё აი გეუბნებით მეგობრებო რა რაღაცა რომ გამოჩნდება და ვიტყვი ხო მე აღარ უნდა ხოლმე ამდენი ტრიალი მაგრამ მე ხომ უნდა დავაზუსტო იმიტომ რომ თქვენთვის კითხვის ნიშანი არ იყოს აბ ბატონო ისევ სამკუთხედი ისევ ტკენა ისევ გაპარვა ისევ სიჩუმე ფარულად რაღაცეების მაქინაციები ძალიან არ მიყვარს ეს არკანი აი ისე არ მიყვარს ეს არკანი ზოგადად ნებისმიერ დასტაში არ მაქვს ესეთი დამოკიდებულება რომ აი განსაკუთრებულად რაღაცა არკანი მიყვარდეს და მძულდეს მაგრამ აი ამ არკანზე მაქვს აი ნუ არ ვიცი ძალიან არ მიყვარს იმდენად ისეთი ენერგიები მომდის ხოლმე გეუბნებით მამაკაცები თუ მიყურებთ თქვენს ცხოვრებაში შემოდის ოჯახიანი ქალი რომელთან ურთიერთობაც არ იქნება მარტივი თქვენ კი გონიათ რომ ყველაფერს თავს გაართმევთ მაგრამ ვერ გაართმევთ ბევრი ტკივილის და ბევრი ნერვიულობის ფასი შეიძლება ყველაფერი დაჯდეს და რა კიღა საჯაროა აქაც გავაჟღერებ ქალბატონები თუ მიყურებს თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა დაბრუნებს ადამიანი მიჯნაო მე ნახეთ მამაკაცებზე ცალკე გითხარით ქალებზე ცალკე ადამიანი რომელიც თქვენგან ის ინგლისურად გაიპარა წავიდა ეგონა რომ კარგად იქნებოდა მაგრამ თავზე ჩამოემხო ყველაფერი და დღეს ჩქარობს რას ჩქარობს მონახე რას ჩქარობს და ესე უნდა მოვიდეს თქვენამდე
როგორ უნდა მოვიდეს არ იცის რომ რაღაცეები ძალიან ცუდად აქვს ბრჭყალებში მიქარული და ძალიან დიდი ტვირთადაც აწევს ძალიან ბევრი რამე მარტო თქვენი სიტუაცია არა მეგობრებო მაგრამ იცის რომ თქვენთან არის ის ოქროს შუალედი ის ჰარმონია ის აი რაღაცა ემოციური ბალანსი თქვენი იმპერატორობა მინდაო ეს იმპერატორი იქ წეღან რო ამოვიდა ესე იგი პირადი იყო სწორად წავიკითხეთ კი, მაგრამ მანძილზეა, ეს საიდანღაც მოდის, არ ვიცი, შეიძლება სხვა ქვეყანაც იყოს, საერთოდ სხვა რეგიონი იყოს, სხვა ქალაქი იყოს. ჩემი მაცოცხლებელი ადამიანიაო, მაგრამ რაღაცა ფინანსებში ცოტა მთლად ვერ ვართ, ფიქრობს, მეყოფა არ მეყოფა, რა როგორ იქნება, ოცნებობს კიდეც, არ დაგიმალავთ და მანიპულაციობს კიდეც. თუ შეიძლება ბევრი ბევრი რიტუალებსაც აკეთებიებდეს ვინმეს მეგობრებო არ მომერიდება ამისი თქმა. ნახეთ არკანი ძალა აქ აბსოლუტურად განსხვავებული არკანია მეგობრებო და ეს სულაც არ არის ის რომ თქვენ მოვათვინიერე მხეცი კი მოვათვინიერე მხეცი მაგრამ მე ახლა მჭირდება ამ მხეცის სითბო. მე აქ იმაზე კი არ ვფიქრობ ახლა როგორ მე ვმართო არა მე უნდა გადავრჩე და ეხა ეს ადამიანი იმისთვის მჭირდება ეს მომენტი აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით ამოტრიალებული მიჭირავს უკაცრავად ხო არ ვიცი აქ შეიძლება ვიღაცა ოჯახ გაცილებულიც იყოთ ან ის მხარე ან ეს მხარე მაგრამ სამკუთხედი აქ ცალსახად მიჩანს და რჩება პენტაკლების მეფე ოჯახი ბავშვები ტრანსფორმაცია და თასების დედოფალი. მოკლედ, აქ ცოტა სირთულეები გექნებათ. ვერ ვიტყვი რომ რამე ტრაგიკული და მძიმე და უმართავი, მაგრამ ნუ აქ უფრო საიწონას მომენტები და პასაჟები მრავლად გექნებათ, ბევრი გექნებათ გადასაწყვეტი, თავსატეხი, საორჭოფოც კი, ესე თუ ისე, მაგრამ აი რაც შეეხება ზოგად ენერგიებს და სამსახურს და ფინანსებს, აქ ცალსახად კარგი ენერგიები შემოდის თქვენს ცხოვრებაში. დაგემშვიდობებით, მადლობა.